ძვირფასებო, დღეს არის 11 ივნისი, 2025 წლის 11 ივნისი. მე ვარ მერვე თვეში, აქ არის მოუჩულა. ლილეც აქ არის, მე ვიყავი ჩემ ექიმთან დილიდან, რაღაც ანალიზები ჩავაბარე, ბავშვის გულისცემა მოისმინეს, ყველაფერი გზია. ეხლა მოვედით ლილესთან, ვაკეთებთ სკოლის საბუთს, აწონეს, გაზომეს, სიმაღლე, წრევა გაუზომეს, თვალი შეუმოწმეს ყველაფერი და დღეს უნდა მივიდეთ ლილეს სკოლაში და მივიტანოთ ეს საბუთი. იმედია ამ ვლოგს არ ვიცი როდის ნახულობთ თქვენ, მაგრამ თარიღი უკვე ვთქვი. და ბოლო ვლოგი არის ჩვენი ბავშვთა დაცვის დღის ვლოგი რო დავდე. შემდეგი ეს იქნება და სამწუხაროდ მე პოსტიც დავდე, ეს ძალიან ადრე უკვე მე დღეს დავდე, მაგრამ ეს ვლოგი რო დაიდება ძალიან ადრე დავდე. ის პოსტი რომ მონეტიზაციას ვაგვარებდი და რახან ამ ვლოგს უყურებთ, ესე იგი მონეტიზაცია მოვაგვარებთ და იმიტომ უყურებთ. ძალიან დავიღალე 2 წელი ამერიკაში ვაკეთებ კონტენტს, მანამდე საქართველოში და მონეტიზაცია ვერადავერ მოვაგვარე და ჩართული იყო თანხა გროვდებოდა, მაგრამ არ მერიცხებოდა. ამიტომ ძალიან დამეკარგა სტიმული რა, მინდოდა რომ აი ეს ეტაპიც მომეგვარებინა და ის მინიმალური რაღაც ანაზღაურება ჩამრიცხო და ამიტომ ყოველთვის მხოლოდ ლაივებით გეკონტაქტებოდით და დიდი იმედი მაქვს რომ ამ ვლოგს ნახულობთ, ესე იგი ყველაფერი რიგზეა მონეტიზაციის მხრივ და ეს საკითხი საბოლოოდ მოვაგვარე. დღესდღეობით ჯერ ისო მოუგვარებელია, ბევრი მცდელობის მიუხედავად. ეხლა ველოდებით ექიმს რო არ ვიცი, ალბათ შეავსებენ ამ საბუთს, რაც სკოლისთვის ჭირდება და წავალთ შემდეგ სახლში და 6 საათზე საღამოს უნდა მივიდეთ სკოლაში. Some line of weather. In social studies, we learn about families and neighborhoods, schools and communities and self. ესე დავიწყე ახლა კედლის. ესე იგი რაღაცა ვერ ჩანს კამერაში. ნახეთ აი აქ. ხედავთ? ახლა ესე გავაცეცებ ვერსტები. და კარგი ესეთი კედლები, რომლებიც შეხვას ექვემდებარება. ასე კარგად ცეცხლი. აი ხედავთ რამდენი კარგად მინდა ნახოთ, ესეთი გასახეხია ეს კედელი და მოვრჩები და განახებთ რა გამოვა. ესე მოვრჩით. ესე კათედრა შედარებით ისინი არ ვიცი რა არის ამის თანა, მაგრამ ფორმაც მომაუშურა ეს წერტილი. დანარჩენი ციშავეები იქაც ნაპირებთან იყო ყველაზე მეტად და ბოლომდე გავწყვეტეთ. ეს კედელი всё. Good. ესე იგი აქ მაქვს წვანილი. გამაცივარში მქონდა და გავრეცხე კარგად. ეხლა ვაშრობ კარგად უნდა გაშრეს, რომ დავჭრა და გავყინო. აქეთ ჭურჭელი გავრეცხე, ის კედელი გავხეხე და ძალიან ბევრი კედელი მაქვს კიდევ გასახეხი. რა თქმა უნდა, ამას ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოვრჩები, მარტო მე, მაგრამ ესე თითო კედელს აუცილებლად გავხეხავ ხოლმე. ესე ხდება, როცა არავინ დამხმარე არ აყვავს. ასეთები დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით ემიგრაციაში ვართ ბევრი, მაგრამ საქართველოშიც არიან ქალბატონები და ორსულები, ვისაც დამხმარები არ აყავთ. და ვისაც ყავთ დააფასეთ. ვისაც ჭყალებში ორსულობაში თითი არავინ გაგანძრევინათ და ზედგევლებოდნენ, ეს არის მართლა დასაფასებელი, იმიტომ რომ მე მსგავსი რამ არასდროს მქონია, ლილეზეც მარტო ვიყავი ორსულობაში და მარტო ყველაფერი მარტო გავაკეთე. ასეც გამზადება იქნებოდა თუ სახლის დალაგება, წინასწარ მომზადება, აღზრდა, ღამეების თენება, ყველაფერი მარტო.
გავაკეთე ლილეზეც. Ну, სოსო რა თქმა უნდა მეხმარებოდა. და ამაზე მეორეზეც ესე ვარ. წინასწარ ყველაფერს ხეხავ. ვრეცხავ, რომ იცით თქვენ რომ მინდა საკეისროს ვიკეთებ. და არ აქვს მშობა ფიზიოლოგიურად მშობერთ საკეისრო, ყველა ვარიანტში შემდეგი პერიოდი რთულია და მე არავინ არ მეყოლება დამხმარე, რომ ვიღაცამ ჩემაგივრად ეხა დახეხოს და ალაგოს და სანამ მე გამოვალ სამწუხაროდან სულ დასახლი დამახვე დროს. სამწუხაროდ ეს ბუფუნება არ მაქვს, მაგრამ ვარ ძლიერი მე. მადლობა ღმერთს, რომ ამჟამად ტოქსიკოზი არ მაქვს და მე მაქვს იმის ენერგია, რომ ნელ-ნელა, მაგრამ გავაკეთო მე თვითონ ამ სახლის ყველა კედელს გავხეხავ. ჩემ გოგოს ტანსაცმელებს ვუყიდი ამ თვეში, იმ ტანსაცმელებს გავრეცხავ, გავუუთავებ. ლოგინსაც ავუწყობ, დავუუთავებ, გადავუკრავ. ყველა ფანჯარას გავწმინდა, ყველა ფარდას გავრეცხავ. მოკლედ, აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ და ისე წავალ ოპერაციაზე, რომ სახლში ყველაფერი დავტოვო 5-იანზე და რომ მოვალ მესამე დღეს სახლში ღვთისწყალობით, რომ მოვალთ, სახლი დამხვდეს სუფთა, იმიტომ რომ მე გარკვეული პერიოდი ჩემი თავის მოვლაც კი გამიჭირდება სოსოს გარეშე, ასე რომ მე და ბაია სუფთა სახლი უნდა დავხვდეს და ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალი ისეთი ძლიერი რამ არის, რომ აუცილებლად ყველაფერს შეძლებ რა. არადროს არ შემიფერებია ორსულობა და არც საშუალება მქონდა რომ შემეფერებინა, ასე რომ ვისაც გაქვთ ეს საშუალება გამოიყენეთ, იმიტომ რომ ორსულობა, როცა ტოქსიკოზი აღარ გაქვს, ისეთი ტკბილი მომენტია, რომ ასეთ შემსავით თავს არ უნდა იღლიდეთ რა. განსაკუთრებით მერვე თვეში და ბოლო სტრიმერსში. პირიქით, უნდა ისვენებდეთ, უნდა ცდილობდეთ რომ კარგ წყობაზე იყოთ და დატკბეთ ამ მომენტით, ვინ იცის იქნებ ბოლოა, ხო? ბოლო ფეხმძიმობა. სამწუხაროდ მე ხანდახან ვახერხებ მაგას, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ვერა, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია სახლში. ამას პლუს ლილეს ბაღიდან გამოყვანა აუცილებლად და ლილეს მეცადინეობა იქნება, სკოლაში რეგისტრაცია, მიყვანა, საბუთი, ექიმი, ყველაფერზე დავვივარ მე. კიდევ კარგი რომ სოსოს ხანდახან ცალია და მანქანით წამიყვანს და წამიყვანს ხოლმე. ამით იმის თქმა მინდა რომ თუ გაქვთ შესაძლებლობა რომ ვინმე დაგეხმაროთ, არ თქვათ დახმარებაზე უარი. დაგეხმარონ და საქმე შეგიმსუბუქონ. ყველანაირი მე ამ მდგომარეობაში თანამ სიცხეში გასთან დგომაც კი რთულია და საჭმლის კეთება. მაგრამ ვინ აჭმევს ახლა ჩემ ქმარს და შვილს რომ არ გავაკეთო. ეს ვანაც კედები გასახეხია და ყველაფერი იქნება თქვენთან ერთად აუცილებლად. ეხლა განახებთ რა უნდა დავალაგოს, ლილე დავაწვინე ეხლა და ეხლა უნდა დავალაგოთ ღუმელის უჯრა. როგორ არის? აი აქ ჩაიყარა. მაშინ რო გითხარით რომ ღუმელში ცეცხლი გაჩნდა მეთქი, მაშინდელი ის პუდრა მედო აქ და გასკდა თუ რავია დაემართა და ჩაიყარა და ეხლა დავალაგებ უცებ და გადავხოთ. აი ესე. გავაწყრიალეთ, ესე ჯერდი ჭიქებიც აქ ჩავდოთ და всё. ეს გაწკრიალებული. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ. ხედავთ ალბათ რომ განსხვავებულ ადგილას არ ვარ სახლში. ვარ ჩემ მეგობართან. დღეს არის 14 ივნისი თუ ავწდები, თუ უწდები დაეწერება აქ რომელი რიცხვია და მინდა რომ გავაკეთო საჩუქრების unboxing-ი. ჩემო მეგობარმა არა მხოლოდ ესენი ახლა რასაც განახებთ, არამედ მანამდეც ძალიან გვანებიურებს მე და ჩემს პატარას და ჩემს ოჯახს წვიმანი ესეთი საყვარელი საჩუქრებით და ეს ის გოგოა, რომელმაც ქვაბი და ტაფა მაჩუქა, თუ გახსოვთ, ვიდეოც ქონა გადაღებული, ეს ის მაგდა. თვითონ როცა მოისურვებს, აუცილებლად გამოჩნდება ჩემს არხზე ჯერჯერობით. არ ვუმახვილებ ამაზე ყურადღებას. ხო და თვითონ როცა მოინდომებს, ალბათ გამოჩნდება. ამასობაში დღეს ამ ყველაფერთან ერთად მინდა განახოთ
მისი დამზადებული და გამომცხვარი ტორტი, რომელსაც დღეს მივირთმევ და რომ გავსინჯავ, დარწმუნებული ვარ, ბევრი გემრიელი იქნება, მაგრამ თქვენ არ იცით, რა კარგად აკეთებს და ვიზუალურადაც განახებთ როგორია. გემოთიც დავაგემოვნებთ და გეტყვით როგორი იქნება, მაგრამ მანამდე მინდა რომ განახოთ რა აჩუქა ჩემს მომავალ პატარას. ესე იგი პირველ რიგში განახებთ მთავარი საჩუქარი გვერდზე მიდევს, ამას განახებთ, მაგრამ მანამდე ესეთი ორი ცალი თავისი ბაჭია ყურებით, პირსახოცები, კოტონის, რა თქმა უნდა. ესე გამოიყურება ვარდისფერი და ბეჟი, ნატურალური, ბამბის, გემრიელი, ძალიან. ეს არ ვიცოდი ნამდვილად, ესეთი ორი პირსახოცი. შემდეგ ესეთი ბაჭია პრანჩიკელა გოგოსთვის. ეს არის აქ თათებზე მოუჭერდა ესე ლოგინთან დასადები, ან ლოგინში ჩასადები დაძინების დროს. ესე გამოიყურება. ძალიან საყვარელია. ესეთი ბაფთა გვაქვს. ესეთი და მთავარი არის კი ერთი წუთი არ წამიქცევ ტელეფონი. ვაი. ესე. ეს არის ესეთი ბაჭია და თავარი, რომელიც მე უნდა მეყიდა, მაგრამ თვითონ ესე სასაჩუქრად გადაწყვეტა რომ მე ვუყიდიო და გამოიწერა Amazon-იდან და გავხსნათ ახლა ეს. ეს არის ბაუნსერი. აი ესეთი. ზუსტად ესეთია, როგორცაც ფოტოში ხედავთ. ახლა ამას გავხსნით. სამი ფერი ჩვენ ავარჩიეთ ვარდისფერი. ვარდისფერი ფერის. ისე თქმა შეიძლება კიდევ. მუსიკალურია. და მოყვება ორი სათამაშო ჩამოკიდებული. დანარჩენს რო გავხსნით, მე ნახოთ 0-დან 6 თვემდეა. ნოლიდან 6 თვემდე კარგია, იმიტომ რომ დაიბადება, ძალიან კომფორტული იქნება. სადაც იქნები, იქ დაიდგავ და ჩააწვე. და ძალიან კარგია მაგ მხრივ ეს ბაუნსერი. მოკლედ, გამოვიღოთ ესეთი წიგნია შეგნით. აქ არის ინსტრუქცია იქნება. შემდეგ ყველა ნაწილი იქნება. ესეთი ბალიში. ესეც რაღაცის ნაწილი იქნება. ეს თვითონ არის მუსიკალური ამბის ორი ღილაკი აქვს. ამას ჩავთავთ მე გავიგე. თვითონ ეს ჩასაფენი გამოიყურება ესე. ამას ჩამოაცნე ბაუნსერს ჩასაჯდომი. ესე. ეს ბალიში აქ მაგრდება. თავისი ხრიწი აქვს აქ. ესეთი და აი აქ ესეთი სამაგრი, სადაც ამ ხრიც გავუკეთებ და ესეთი ბალიში იქნება. ეს და კიდევ არის შეგრით ესეთი რაც მაღლა გაუკეთდება.
არის ესეთი პეპელა, უნიკორნი. ესეთი. და დანარჩენი ორი კინა, ორი ნაწილი. რაც ესე ხო ქანაობს ეს ოდნავ ხელსო დაადებ ქანაობს და მაგისი ნაწილები. ფაქტობრივად ყველაფერი ხა იმიტომ გავხსენი რომ ნაწილებიც გვენახა რომ ყველაფერი იყოს თუ არა შიგნით. და შემდეგ უკვე როცა ბაია დაიბადება არა სანამ წავალ ოპერაციაზე ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ავაწყობ და უკვე აწყობილს კიდევ ერთხელ განახებთ თქვენს და ბავშვი როცა შეგნით მოთავსდება იმასაც განახებთ. მოკლედ ესეთი საყვარელი საჩუქრები მივიღეთ დღეს საყვარელი ადამიანისგან. გადავინაცვლოთ ტორტზე. ტორტს აუცილებლად განახებთ და გასინჯვის დროსაც აუცილებლად გეტყვით რამდენად გემრიელი იქნება. ამას უყურეთ როგორი გემრიელობა მოამზადა. შემწვარი კარტოფილი კამით, ორაგული. აქეთ ესეთი სალათა. გამითანხმებით რომ უდაოდ კარგად გამოიყურება. აქვე დაემატა მოხიტო, რომელიც რა თქმა უნდა არის უალკოჰოლო ამ შემთხვევაში. ნახეთ რა ლამაზი ფერებია. ესე იგი, ჯერ გავსინჯავ აი ამ სასწაულად შემწვარ კარტოფილს. ნაგამელია სპეციალური. მაგარია. დასწრებული ვარ, თევზიც ძალიან მაგარი იქნება. და გავსინჯოთ. როგორ იქნება მაგარი? დედაშენს აქვს ანდრია უმაგრესი ხედი. გემრიელეს საჭმელებს აკეთებს. კი, მეთანხმები? კი. ეხლა მე აქ თევზზე დავიდებ, მეცე თევზს გავსინჯავ თქვენთან ერთად. 1 5 4 3 2 და 1. ეს დავასხათ რაღაცნაირად. რა დედიკო? იყო იტალია. მაგარია. იქეთ პიცაა ბავშვებისთვის. მოგწონს დე პიცა. აქეთ ანდრია. კი, მე მიყვარ. ესე ბავშვებისთვის ცალკე. შენ გიყვარ. კი, მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ მეც. დედა კოც უყვარ. ესე გამოიყურება დღევანდელი ჩვენი სადილი. ძალიან გემრიელად გამოიყურება და უფრო მეტად კიდე გემრიელია. აქეთ არის მოხიტო. Wheeler. ესე გამოიყურება, შეიძლება რაღაცისთვის ახლა ეს იყოს დაუჯერებელი, მაგრამ ეს არის სახში გაკეთებული. მაგდას მიერ. აი ესე მადის აღდგენად გამოიყურება. გარედან აქვს ესეთი პლასტიკა, ხო? პლასმასი შემოკრული როგორც ტორტებს. და ახლა გავჭრით, გახსენებ? და შიგნიდანაც განახევთ. მოხსენით ახლა ბაბთა და ის შემოკრული და გავუჭრით და განახევთ შიგნიდან. ეს ტორტი არის სიმაღლით 15 სანტიმეტრი. There's a bonbon here. Cheese. ეს არის დანამული შიგნიდან მარწყვის სიროფით, ხო? კი. მარწყვის ტორტია, მარწყვის სიროფით დანამული. აი ესე. გავსინჯოთ ახლა ცოტა
მარწყვიც, კრემიც და ბისკვიტიც. ესეთი. მეტად არის დანამული მგონი. და რა არის დე? უმაგრესია. უმაგრესია. წამოვედით მაგდასგან ბრუნდებით სახლში. საკმაოდ პოზიტიური ემოციებით დატვირთულები. ლილეც აქ არის. ეძინება უკვე ძილის დროა და მივალთ ახლა გადავიულებთ და ლილეც დაიძინებს. ხამე არ არის და სანამ გადაივლებ და სანამ მოვა 9 საათი, მე და დაიძინებ. 9-ზე ჯერ არ არის 9, ჯერ 8 არ არის. ჯერ არა და ჯერ არ დაიძინებ ცოტა ხანში. დღეს გვაქვს აი ამ კედლის დღე. აი როგორც ხედავთ, არ ვიცი ესენი რამდენი მოშორდება, მაგრამ აი აქეთაც ეტყობა რომ გასაწმინდია. დაბლაც ხო და აი ამ კედელს მივხედავთ დღეს. შენ ცოტა ნაკლებად შორდება, მაგრამ რაც მოშორდება ის მოშორდეს. კიდევ კარგი რომ ესეთი კედელია, რომ გაწმინდა შეიძლება. ხედავთ აი ნახე, როგორ გაშავდა კაფე. რაც აქ ვარ მოსული. ოდნავ არ გამიხეხია. შემოვიდეს ჩემი გოგო გაწრიალების სახლში. მოწმინდა და ჩაგერთვებით. აი ესე გაიწმინდა კამერაში ხარ რამდენად ჩანს განსხვავება რა გითხრათ, მაგრამ ჩემთან ჩანს რეალური იმით. ესე რაც მოშორდა. იმას ჯობია. ეს არის ამის ეს პროპრიალებს, ეს ხო პარკია და ელემ საიდან რაღაც იპოვა ესა. პატარა ქონდა ამძრალი და ძრება ნენელა. მოაძრო. ანა არის საშინდა რა. раунду და რასაც ცოტა. სულ მოვაძრობ და იქნება ეგრე. რომ ასლი არა. ნელა ავაძრობ მე ბოლომდე. ხედავთ? ეს მერილე ვაბანავე. საჭმელი გავაკეთე, პიურე, კატლეტი და ბლინები გამოვაცხე, ჩვეულებრივი ტკბილი. დავაწვინე ლილე იძინებს ახლა, ხვალ შაბათია და უნდა წავიდეს ბაღში. დავიღალე, სიმართლე გითხრათ, მალე ვიღლები ამ ბოლო დროს. ბუნებრივია, მაგრამ ყველაფერს მაინც ნენელა ვაკეთებ.
რაც გასაკეთებელი მაქვს სახლში. ეს იქნება ამ ვლოგის ბოლო კადრი. და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დავდე ეს ვლოგი და ძალიან არ გამეწელა მონეტიზაციის გამო. შემდეგი ვლოგებიც გაგრძელდება ჩვეულებრივად. ამჯერად შეიძლება ყოველ პარასკევს დაიდება ხოლმე ვლოგი, მაგრამ შუა კვირაში შეიძლება დაიდოს რა იმ პარასკევის ვლოგის გარდა, ანუ შეიძლება ხანდახან 2 ვლოგი დავდო. შეიძლება 1, შეიძლება 3, გააჩნია როგორ მოეწყობა რა სიტუაცია იმის მიხედვით. ასე რომ ყველანაირად ვეცდები უფრო აქტიური გავხდე. მასალა როგორც მომცემს საშუალებას გადასაღები რა. ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოწერისთვის. ჩემი Instagram არხი არის აღწერაში ამ ვლოგის ქვემოთ, ვისაც არ ყავართ გამოწერილი, გამომიწერეთ, იქ უფრო ხშირი კომუნიკაცია მოგვს თქვენთან. კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ის Instagram არხი არის ძირითადად YouTube გამოწერებისთვის, ვინც ყავს მე YouTube-ზე და ვისაც ყავარ გამოწერილი მე. ხშირად ვდებ სტორებს YouTube-ის გარშემო, ჩემი ცხოვრების გარშემო, ანუ უფრო უშუალო ურთიერთობა გვექნება იქეთ. არხი გამოიწერეთ, თუ მაინც უყურებთ ჩემს არხს და ლაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ჩვენთვის ეს ყველა იუთუბერისთვის ძალიან დიდი სტიმული და мотивациაა. ახლა კი დაგემშვიდობებით და შემდეგ შეხვედრა.